განათლების რეფორმის ინიციატორ კობახიძესა და მისი კაბინეტის წევრების უმრავლესობას შვილები კერძო სკოლებში დახავთ და ამაში 10,000-ობით ლარს ხარჯავენ. ოცნების რეფორმა ძირითადად საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეეხებათ. კობახიძის მინისტრთა კაბინეტის 15 წევრიდან 7 კი დეკლარაციებში შვილების განათლების ხარჯებად 10,000-ობით ლარი აქვთ მითითებული. მათ შორის ყველაზე მეტს 38,000 ლარს თავად კობახიძე ხარჯავს. კობახიძე, რომლის მთავრობაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ კონვენციით აკრძალული ნივთიერებების გამოყენებაში აბრალდებული BBC-ს გამოძიების გამო ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ბოდიშს ელოდება. BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან, ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია, უთხრეს რადიო თავისუფლებას დიდი ბრიტანეთის საელჩოში. უკრაინული და ევროპული კომპონენტები უკვე დამუშავებულია და მზად ვართ წარუდგინოთ ჩვენს პარტნიორებს ამერიკაში, განაცხადა ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმებაზე. ტრამპის დღევანდელ განცხადებაზე კი თქვა, რომ არჩევნებისთვის ყოველთვის მზად არის. რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწევს, განაცხადა პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოს ხდომაზე. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კრემლი ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.